მოგესალმებით, ჩვენ დღეს ძალიან საინტერესო ღვინოებს გავსინჯავთ თან, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ჩვენი ნუგზა ქსოვრელი არის ჩვენი სტუმარი დღეს, ჩემი მეგობარი, ჩვენი კოლეგა და ძალიან ბევრი საინტერესო საქმიანობა და მოღვაწეობა ნუგზარი ორი სიტყვით მოგუყვება თავის ამბობს და მე ხა ძალიან ისე ემოციურად გახარებული ვარ თან, რომ საინტერესო ღვინოები წამოგვიყვება ნუგზარი, ახალი პროექტი არის და თან ჩვენ გავხსნით ამას, თან გავსინჯავთ და ნელ-ნელა მე ჩვენი გადაცემაც ღვინო გვიყვარს, გაგრძელდება ასეთნაირად. ზიარი, ნუგზარი ორი სიტყვით გვითხარი ახლა სახელი საიდან მომდინარეობს ზიარი, ეს არის ძირითადი ბრენდი, როგორც სხვადასხვა ტიპის ღვინოები გვაქვს. ხო, ნუ როგორ არის, ჯერ სულ სამი ღვინო გვაქვს, ამიტომ და ერთი პეტნატი გავაკეთეთ, უფრო პატარა პროექტი სათამაშოდ, ესე ვთქვათ, გასართობ, ხო. ამიტომ ჯერ პეტნატი ესეთი კისის ღვინოები, მაგრამ სოფუთაზე ბოთლი ჩამოისხა და ნუ ესეც არ არის ბევრი. ესე იგი, პირველ რიგში მოგესალმებით, მიხარია გოგა თქვენთან ყოფნა, ძალიან გონია რომ ყველანი ხალხი აი უნდა აკეთებდეს იმ თემას, რასაც აკეთებთ, იმიტომ რომ გონია რომ ყველაფერში მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, რა ყველაფერი ხლა გავარდნითა. AI ძლებს უცხოს ამ ყველაფერს, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ არაპროფესიონალები უნდა იყვნენ თემაში, იმიტომ რომ AI-ისთანაც მუშაობაც და კითხვის დასმაც და პასუხის გაცემასაც ხდება მე მგონი ის ხალხი, რომელმაც საქმე იცის. რაც შეეხება ზიარი არის სოფელი გურჯაანში, სადაც ჩვენი ახალი პროექტი დავიწყეთ და თან საინტერესო სახელი ქვია რა ზიარი, ნუ რელიგიას რო თავიდანვანებოთ, რო საზიარო, ზიარება და ასე შემდეგ. ჩვენ 5 მეგობარი ვართ, ვინც დაფუძნებლები ვართ ამ თემის, 3 ქართველია, მე ვანო ალბათ იცნობ ჯიუგაშვილი, ჩვენი მეგობარი, ვახოლო მიტაშვილი, ჩვენი მეგობარია და კირი ფონტანაზი, ეს შვეიცარიელია და საშა შაშანიკოვი და საშა სუპრუნოვი, ეს უკრაინელია. ისიც ჩვენი მეგობარი, თქვენი მეგობარი რამდენადაც ვიცი და ძალიან ისეთი დავიწყეთ რაღაცა თემით, რომ მოდი დავიწყოთ ერთად რატო. და ეს სახელი ზუსტად შეესაბამება როგორც ზიარი საწარმო, ისე ზიარი გავზიარეთ ერთმანეთს ყველაფერი. ყველა ვიზიარებთ რაღაცა ჩვენ თემას ვაკეთებთ, ეხლა ანუ ღვინოში ძირითადად რა თქმა უნდა ვანო არის, იმიტომ რომ იქ არის და ჩართული ამ თემაში, თუმცა მეც რაღაცა თემებში სულ ჩართული ვარ. ნუ აი ეტიკეტები რაც შეეხება ეს რაც დავასხეთ, ეს არის გაცეთელი კისი და თან საინტერესო ტერმინი შევრიშნია orange. ესეც გამოიყენეთ, ეს ამასაც თავის მარკეტინგური დატვირთვა აქვს. თავისთავად ჩვენ როცა ფიქრობდით ღვინის სახელზე, ეს არის კისი გაცეთელი, ქვევრში დადუღებული და დავარგებული ახალ წლის ჩათვლით. ეხლა ეს არის მოსავალი 24 წლის მოსავალი სულ, იმიტომ რომ ჩვენ დავიწყეთ 22 წელს. და მანამდე სანამ ფიქრობდით, სანამ მოვიხოდეთ, სანამ ისინი ვენახები სანამ ვიყიდეთ, ძველი ვენახი ვიყიდეთ. 5 ჰექტარი ვენახი გვაქვს არაშენდაში და ზიარში და ნუ რა ვიცი ძველებია და ცოტა მოსავალში იმაში მოიცი ცოტა პეცედა მოიყვათ მაგათ წყალში. ხო, არა, მაგრამ ხო, ნუ ცოტა რაოდენობა ნაკლებია, პრინციპში არც მინდა რაოდენობა, იმიტომ რომ ჯერ არ აქვს გაყიდვები და ეს რო ღვინო არ ვინახავ. და ამიტომ რაღაცა ყოველ შემთხვევაში ნელ-ნელა ესეთი ნაბიჯებით მიდიოდა და 24 წელი იყო ფაქტიურად პირველი მოსავალი, რომელიც აი დავიწყეთ ჩამოსხმა. სულ 3 ღვინო გვაქვს და ეხლა ჩამოვასხით მეოთხე ღვინო, რომელიც ჯერ არ არის, ეხლა ჩამოვიდო და ეს არის კისիր კაციტელი და სოვინიონ ბლანი, ცოტა ისე ევროპული, უბრალოდ კლასიკური ვარიც გაშენებული ვენახი ნახეთ თუ გააშენეთ. სოვინიონ ბლანი ვიყიდეთ, საათი დავადუღეთ და მე შევიტყოთ ჩვენს გონდა ეგეთი პრაქტიკა სოვინიონ ბლანი და გორული მწვანე ქვევრში დავაყენეთ. დამკვეთს უნდა და ძალიან საინტერესო შედეგი მივიღეთ. ხო, ძალიან საინტერესოა. ჩვენ სოვინიონ ბლანი მაინც უფრო პეტნატისთვის ვიყიდეთ, ცოტა დაგვრჩა. უბრალოდ მე ვიფიქრეთ, რომ ამ პეტნატს ვერ გავაკეთებთ, მარტო მე დავანო ფიზიკურად ძალიან ის არის რა და კუპაში წავიდეთ. და წავიდეთ თეთრი კლასიკური ღვინის კუპაში გავაკეთეთ აი საზაფხულო ღვინისთვის და ალბათ აი გამოვასუმალდე რა. ძირითადად ეს სამივე სახეობა ქვევრია, ანუ ტრადიციული მეთოდით. სამივე სახეობა თუ ჯერ კლასიკურზე არ ფიქრობ.
სამივე სახეობა ქვევრია, ტრადიციულია, თუმცა უნდა ითქვას, რომ სხვა ტრადიციულებიც არ არის, ეს ორი ღვინო, რომელსაც ერთნაირი ეტიკეტები აქვს, ერთი სახეობის ეს სოფელ ზიარს ზიარი არის მაღალმთიანი სოფელი, ჩვენ მაინც მაღლა ვართ, ჩვენი ვენახები არის 630-820 მეტრი. ზღვის დონე, საკმაოდ საინტერესო ის არის. მე მგონია, რომ საერთოდ ალბათ ხარისხოვანი მეღვინეობით მნიშვნელოვანი იქნება სიმაღლეზე წასვლა გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით. მაგიტომ ავიდეთ უფრო მაღალი ზონები. ეს საფერავი არის ნახევრად მშრალი. ნარჩენი შაქარით არის თავიდან მოგვივიდა ისევ ორ ქვევრში დაგვრჩა შაქარი, ვერ დავადუღეთ, რა თქმა უნდა, საფურულებს წმინდა კულტურას არ ხმარობთ ამ ღვინოებში, თუმცა პეტნაჩი და კლასიკურში ვიხმარეთ საფურის წმინდა კულტურა და დაგვრჩა ორი ქვევრში და მე ვიფიქრეთ, რომ მოდი დავტოვოთ რა, ვეღარ დავუღოთ. ჩვენ ზუსტად ეგეთი შემთხვევა გვაქვს, შენთვის ეს პერსონალური ღვინო გვაქვს, შენი გადმოსაცემი და საფერავი ნახევრად მელაანის მიკროზონიდან, მელაანი, გურჯაანის რაიონია მელაანი და ესეთი რამე მოხდა 20-24-ია და 25 ამსტარი იყო შაქრიანობა, 15 გრამი დავუშვე ნარჩენი შაქარი. ნუ უკვე მაკროები გავაჩერეთ, ალკოჰოლი 14 და 7, მჟავიანობა მაღალი 6.5 და ისე კარგად დაჟდა ეს ბალანსი, რომ ჩვენც ესეთი განცხადება მივიღეთ, დავუშვეთ ნახევრად და მაგას მე ცალკე. ეხლა ამ გვერდში გვაქვს 8 გრამი შაქარი, იმიტომ რომ ჩვენც ესე დავუშვე დაახლოებით 15-მდე, მაგრამ მე ჩამოსვლის წინ დავაგუბაჟეთ სხვა ქვევრებთან. ის სხვა ქვევრები კაცში დავავარდეთ. ხო. ეს ღვინოც ქვევრიდან ამოვიღეთ ახალწლის მერე, სადაც იანვარში, ძველი ახალწლისთვის ამოვიღეთ ორი ქვევრიდან ესეც და ესეც და მე კაცრებში გავუშვით, ძველ ბუდეებში რა. ხოდა. პატარა ბუხის ტონების შეძინა. უნიშნელი. უფრო ძველებია და ხო, დიდად არის მიკროოქსიგენაციის პროცესის მიკროოქსიგენაციისთვის და პროცესის ყველაფერი. ეს ღვინო არის სუფთა ქვევრი, ქვევრში დადუღებული, გაზაფხული, სადღაცას აპრილის დასაწყისში ამოღებული. მაგდეხანს იყო და ჭაჭაზე მაგდეხანს იყო და მე ამოვიღეთ და მე ქვევრში გაგზელა დავაკეთე. რაღაცა პატარა ნაწილი არის კასში ნამყოფი, მე საკუპაჟოთ რომ ცოტა ის იქნება, მაგრამ ჩვენ მაინც ვიზახით რომ ეს არის ქვევრში დადუღებული და ერთი წელი მერე კიდე ქვევრშია გაგზელებული დავარგება. ეს ერთი ვენახის საფერავია, ეს უფრო მაღალი ზონაა, ეს უკვე 25-ია ჩამოსული თუ 25? ესენი ეხლა ჩამოისხა აქტიურად 24-ის არის და ესენი ჩამოისხა სადაცაც არის ეხლა ხას 25-ის ბოლოს. 25-ის ბოლოს, 25-ის ნოემბერშია ჩამოსული. და ეს ჩამოვასხეთ ეხლა ვაფშე. შვენიერი, კეთილი იყო შემონუგზავნა. მოსვლა ჩვენთან, ჩვენ გადაცემაში, ჩვენთან ერთად ყოფნა და გადავიმასოთ ეხლა დავსწრეთ და გავაგზავნოთ თქვენი პროექტები და საუბრები. მოგესალმებით. ღვინო მიყვარს ჩვენი გადაცემა, ესე დავარქვით ჩემო ნუგზარ, ჩვენ გადაცემას და მე ყველას წარმოგიდგენთ ჩვენს კიდევ ერთხელ საყვარელ მეგობარს, ადამიანს პირველ რიგში, კოლეგას ჩემსაც მეღვინეს. ჩვენ დასაწყისში გადაცემისა ღვინოები გავსინჯეთ, ეხლაც ვაგრძელებთ ღვინოების გასინჯვას, იქაც აღნიშნე და დიდი წარდგენა ნუგზარს აჩნდება ჩვენი ქართული საზოგადოებისთვის, იმდენი სიკეთე და იმდენი პროფესიონალიზმი აქვს გაკეთებული პირადად ნუგზარს ჩვენი დარგისთვის, რომ ჩვენ ამით ვამაყობთ, ვართ ბედნიერები და მაგალითად ეს ჩვენთან ღვინოებისთვის ჩემი ნუგზარ და გავუყვეთ ვიმსჯელოთ საკითხებზე მიმდინარე მეღვინეობაში, ცოტა სამომავლო ამბები შეიძლება მე დავგეგმოთ. ჩვენი სერვისების შესახებ კი იცის ნუგზარმა და ორი სიტყვით თავის მოსაზრებასაც გვეტყვის, რჩევასაც გვეტყვის და ამავდროულად მე მინდა როგორც გადაცემაში დავიწყეთ ვიკუშ დასაწყისში, ახალი პროექტი არის ასევე ნუგზარის თავის მეგობრებთან ერთად, პარტნიორებთან ერთად, რომელიც წამოიწყეს. ძალიან საინტერესო ბრენდინგით, ძალიან საინტერესო დიზაინით და რა თქმა უნდა ხა ღვინოებით საინტერესო და ამასაც ორი სიტყვით უკვე ნუგზარი გვეტყვის და აქედან მე გავყვეთ საკითხებს. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, მართლა დიდი პატივია, მიუხედავად იმისა, რომ მეგობრებთან ვარ. მაინც დიდი პატივია და მე მიხარია, იმიტომ რომ მიხარია შენი შემართების და თქვენი შემართების, იმიტომ რომ აი არაერთ ცებობს თემა, რომელიც შეიძლება დამთავრდეს სადაც რა თუ მთავრდება ის თემა გვდება რა. როდესაც სულ განვითარება, სულ რაღაცა ახალს იწყებს, სულ რაღაცა მგონი ეს არის, ამაში არის და სულ ძიებაში, ამაში არის მთელი მუღამი იმ საქმესაც რა, რაღაცა დაიწყება იცი რა მე
გავაკეთე და ბორჩი მე მგონი ის საქმე კი არ მოჩი შენ ბორჩი არა ვაზი და ღვინო ამოუწურავი თემაა ხო ეგ ხო იცი ვაზი და ღვინო როგორ არის რა საერთოდ ძველი ბერძნები თვლიდნენ რომ არსებობს კულტურული მოსახლეობა და ბარბაროსები და კულტურული იყო იმას ვინც ღვინოს ამზადებდა და ვაზი მოყავდა და ბარბაროსები იყვნენ ყველა დანარჩენი რა და მე მგონი რომ მაგას რაღაცა საფუძველი უნდა გქონდეს ესე მარტივად ძველი ბერძნების თემა იცი რომ ამოუწურავი თემაა და დღესაც ვერ მივდივართ იქამდე 25 საუკუნის წინ რო იყვნენ იმ დონემდე და რაღაცა იცოდნენ ყოველ შემთხვევაში ისე რომ ძალიან საინტერესო და ძალიან დიდი ძალიან გაიხარე ძალიან მინდა რომ ძალიან ისე ველოდები ორი სიტყვით ეხლა კი მითხარი შენ ძალიან გადაცემას დავიწყებდით მაგრამ ესეთი პატარა შენი ისტორია მინდა მოგვიყვე ამ სიახლესთან ერთად თუ გინდა წინა ისტორიაც თქვი შენი მეღვინეობის როგორ და რა ძირითადად ეხლა ვიცი სულ კახეთში იყავი შენ ეხლა ქართლში ვარ ჩვენ და კი იწევდა სულ მოძრაობა რაც თავარია შენი გამოცდილება ცალკე მე უცხოეთში როგორ ესმით ქართული ღვინო ეხლაც გერმანიაში იყავი პროვინციაში ეს ამბები ძალიან გვაინტერესებს შენი დანახული და მოდი მაინც ამ ახლად დაბადებული შვილით ბავშვი ესე დავარქმევდი ჩვენ ხო იცი მეღვინეებს გვიყვარს როგორც შვილს ისე ვარქმევთ ხოლმე მეტმედეს ჩვენც ახლა იმდენ დამკვეთის ღვინოს ვაყენებთ ყველა როგორი ჩვენი შვილებია და ეს პროექტი მომიყევი მე გვიხარი ორი სიტყვით და ნენდელა მე დიდი მადლობა მაგ საშუალებას რომ აძლევთ ჩვენ პროექტზე ვისაუბროთ მოკლედ ზიარი ფერმა დაუბრუნდით მეგობრებმა, სადაც ფიქრობდით რა გავუკეთებინა, ახლა მე აღმოჩნდა რომ ძირითადი მეგობრები ვინც ვართ, ბევრი არაფერი არ ვიცით. დავიწყეთ რაღაცა პროექტის დაწყება გვინდოდა. ნუ რაღაცა ჩემი ცხოვრების რაღაცა ეტაპი დავთავრდა და უნდა დამეწყო მეორე ეტაპი. საერთოდ ყოველთვის რთული არ არის მარტივი, მით უმეტეს ასაკში რაღაც ახალის დაწყება და მიხარი რომ ღვინოში დაიწყე. ხო, არა, ნუ რაღაც ახალი არ აღმოაჩინე. ბევრ თემას სინჯავდით, მაგრამ მივხვდით, რომ ყველაზე კარგად რაც იცი, ალბათ ის უნდა დაიწყო და არ უნდა შეხვიდე იქ, სადაც ან უნდა ჯერ ისწავლო და ვერ შეხვიდე ეგეთ შეიძლება. მაგრამ ნუ დავიწყეთ ეს ზიარი, ესეთი სოფელი აღმოჩენთვისაც დიდი ხანი არ არის რაც აღმოჩენილი, მე მან რაღაცა პატარა ადრე სახლი ვიყიდე, სახლი რა პატარა პარაკი ვიყიდე მიწასთან ერთად. თავიდან რომ ნახე ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ჩათვალე რომ ზემო ტოსკანას რაღაცა რელიეფია და მთელ ალაზანს ტბაც არის, ხო, ტბაც არის და ზღვის დონიდან არის 850 მეტრი და გურჯაანის რაიონში ეგ ორი სოფელია, რომელიც მაღალმთიანი ითვლება, ზიარი და ფხოველი. ორივეს კაი სახელი აქვს. მე სახელი თვითონ ისეთი სახელია, რომ რაღაცა გიწევს რა, რომ ზიარი, საზიარო, ზიარი. ზოგადად 500-550 მეტრია ზღვის დონიდან და მაინც ტრადიციული ღვინოები გენდებოდა და ეხლა ეგ მაღალზეა. ეს არის გომბორზი, აი ფაქტურად გურჯაანიდან გადადიხარ კაჭრეთისკენ, აი ეს გზა რო ახალი გზა ზუსტად მან უნდა გადაიარო. ვენახები იყო ნუ გზა ისტორიულად რა. ისტორიულად თუ უფრო ეს ადგილია ჯერ თქვენ სადაც დაფუძნდით ესე. ვენახები არის ისტორიულადაც სავარაუდოდ იყო, ეს არის ნასოფლარი, რომელიც მთელი ეს პერიოდი იყო, ეს იყო ერთი ჯაჭვი, რომელიც გომბორს მიუყვებოდა ეს სოფლები, მაგრამ მე რატომღაც ეს სოფლები ჩამოვიდა ქვემოთ, არ ვიცი, ნუ დასოფლარია ესე თქვა და მე ახალი სიცოცხლე მიეცა, როცა დაიწყეს რაღაცა თემა, ესე იგი საბჭოთა კავშირის დროს იყო ესეთი დიდი პროექტი ყოფილა, ესე იგი მაშინ წითელი წყარო იყო, ეხლა დედოფლის წყარო, მაგათი გასარწყოვნება და წყლის მიწოდება და აქ აკეთებენ დიდ საგუბარს, საიდანაც უნდა მიეწოდებინათ შირაკისთვის წყალი. და მათ ამ მიზნით ჩაასახლეს ხალხი. აი ძირითადად წყალკანალის შენობები დარჩა ეს რაღაც მელიორაცია. ხო, ერთი რაღაც სისტემის საბჭოთა კავშირის ყველა ერთნაირი სახლი იყო, ეგეთი სახლები დგას და გააცოცხლეს სოფელი, თუმცა ეხლა სულ ცხოვრობს ალბათ 10-12 კომპლიმენტი არის. პატარა სოფელია, ფხოველიც პატარა სოფელია, ძალიან ლამაზი სოფელია. მაღალზეა, უყურებს როგორც ერთ ისე მეორე მხარეს, აი ჩვენ ზუსტად ის კეხზე ვართ და როგორც ალაზნის ველს ისე გარეკახეთისკენ უყურება და ძალიან საინტერესო თემა და ხო გეუბნები რომ ნახეთ რელიეფურათაც და ისე აი ზემო ტოსკან და ეხა ტოსკანას არის ქვემოთაც და ზემოთ ძალიან ლამაზი ადგილებია ყოველ შემთხვევაში მე ესე ვთვლი
და მე ვენახეობთ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ახლა არის ვენახები გაშენებული ჩვენ ძველი ვენახები ვიყიდეთ რაღაცა ცოტა ნაწილი ქვემოთ არაშენდა ნაწილი ზემოთ. ანუ ძველების მოვლას იწევთ და პარალელურად შეიძლება ახალიც გაშენდა. ხო, მიწებიც ვიყიდეთ რაღაცა პატარა მიწები, ახლა დიდი ფართობები არ აქვს, მაგრამ რაღაცას ფიქრობთ რომ რაღაცა ნელა დავისვით. ზიარე ამ მიდამოებში პიონერები ხართ. ეხლა დანერგეთ, ასე ვთქვათ, შეიძლება ისტორიულად იყო, მაგრამ ეხლა ბოლო შემთხვევაში დიდი რაღაცა არის რაღაც პატარა ისინი, მაგრამ რაღაცა ისეთი რომ აი ჩანდეს და ისე იყოს, ალბათ სახში აკეთებს ვიღაცა და კაი ღვინოსაც აკეთებს და ამზადებს. არაკომერციულად. ხო. ოშტოში ეს იდეა რომ თვითონ ეს სახელი, ზიარი, მეგობრების საზიაროა, რაღაც საზიარო რაღაცა ფირმა იქნება და ისურათაც ადვილად გამოიწვევს არ არის რთული და ეს თვითონ და ეს სოფელი ყოფილა ერთი საინტერესო ადგილია მე თუ საინტერესო ჩაგიდებ რომ პირველი ცეცხლის კვალი ამერიკაში აღმოჩენილია მანდ ესე იგი პირველ ყოფილი აი ქვის ხანის ადამიანები და ცეცხლის კვალი იმიტომ რომ საავადმყოფო ფერდობზე დაცულად იყვნენ თუ როგორაც იყვნენ იქვე სოფელთან არის ეხლა რომ ნახოთ ეტიკეტზე არის ცეცხლი ქვევში აი ზუსტად ეგ არის და ხალხი ეს ქართველი ტრადიცია ეს არის ზუსტად ის ზიარის პირველი ცეცხლის თემა არქეოლოგი იყო თუშაბრამიშვილი რომელსაც გამოიკვლია ეს და სხვათა შორის ცნობილი არქეოლოგი იყო ბევრი რაღაცება შორისა ეს მერეჩი ბევრი მღვიმე და რაღაცები აღმოაჩინა საინტერესო კაცი ყოფილა და მე სამწუხაროდ არ ვიცნობდი მაგრამ მისი კვლევებია მისი ნაშრომები ვნახეთ და საინტერესო რაღაცები მე გვინდა საერთოდ რომ იქ რაღაც ახლა იქ ბევრი დიდი ტურისტული თემა არ არის იმიტომ რომ ქვის ხანაში შექმნით ნელ-ნელა ხვდებით რომ იქ რაღაცა ცოტა წალესილი ქვა არის და ახლა იმას დიდი ის არა აქ რომ რაღაც დიდი ძეგლი იდგეს ან რაღაცა იდგეს რომ აი ტურისტი მივიდეს და ნახოს ცეცხლის ქვა. ხო, რაღაცა ისეთი გათლილი ქვა თუ გატეხილი ქვა, ეხლა იქ ცეცხლის კვალი იქ რაღაცა რომ სადაც გამოყოფში ცხოვრობდა. ეგ ისეთი შტამბიშტავი შეიძლება ვერ იყოს, მაგრამ დღეს AI გვაძლევს მაგის საშუალებას, მაგალითად რომ გაკეთდეს ონლაინ თემაშიც, აი ვთქვათ როგორ ცხოვრობდა იქ ხალხი. საინტერესო რაღაცა მაგიდეები გვაქვს. მაგიდეები გვაქვს. ძალიან კაი, ზიარის გაუმარჯოს, კაი წარმოება და მიხარია. ჩვენ ხო ესეთი ეხლა ჩამოხვედი გერმანიიდან ოვაინი როგორ იყო წარმოდგენილი ტრადიციულად ეხლა ზოგადად მე ვიცი რომ ბოლო წლები ცოტა გაუჭირდა იმდენად რომ საფრანგეთთან თვითონ აჯობა გადაძალა ხალხი უფრო ეთქობა ფრანგებმა უფრო იყო ჩარეს ესე ვთქვათ გერმანია ყოველი ყოველთვის ყველაზე წარმოსაჩენი გამოფენა იყო მაგრამ როგორც ვიცი 12 ხოლი არის ხოლმე და მეგონი 4 თუ 5 იყო სულ წარმოდგენილი ну ვიზიტორად ესე ვთქვათ ისე პროვინციის ვიზიტორად ვიყავი ну ჩემი დაკვირვებით მან ერთი პატარა მიზეზია მან დუსელდორფის გერმანია ევროპაში არის ყველაზე დიდი შემწყიდველი ყველაზე დიდი იმპორტიორია ღვინის რა საფრანგეთი არ არის იმპორტიორი ამიტომ ევროპაში ყოველთვის გერმანია ინგლისი იყო არერთი იყო ხოლმე ერთსაც ყველაზე მეტი ღვინის მომხმარებელი ან ხო მაგრამ უკვე ბოლო თუ არ ვწდები ათეული წლებია გერმანია მან წინ არის და რატო გერმანიაში ღვინის იმპორტზე გადასახადი ბევრად უფრო ნაკლებია ვიდრე ინგლისში. აი ერთ და იგივე ღვინო რომ ნახოთ, აი მაგალითად ისეთი ცნობილი ძალიან ყველაზე აი გაპაფსავებული ღვინოები რო ვთქვათ, იელოთეილი ან რაღაცა, ხო, ერთი და იგივე ღვინო. ახლა ხო ნუ რა უშუალოდ აქ არის ისეთი ვიძახი რომელიც ერთი და იგივე ღვინოა, რომ აი ვთქვათ ინგლისში ნახო და გერმანიაში ნახო. დაახლოებით ნუ სულ ცოტა 50%-ია განსხვავება ფასი. გერმანიასა და ინგლისში შორის. ხო, ну, ინგლისში საგადასახადო ზეწოლა უფრო დიდია ღვინოზე, ვიდრე გერმანიაში. მაგრამ ეს მე მგონი გამოიწვია ახლა ბოლოსაც რო ვიყავით, ბოლო დღეს გაიფიცა რკინიგზა, მეტრო, ავტობუსები. ეს პოლიტიკურ ამბები. მარტო პოლიტიკა არა, ну, ეს ის რო ვთქვათ, უკმაყოფილოა ხალხი, ახლა ნახე როგორ არის პარიზი არის დიდი ქალაქი. ერთი გამოფენა პარიზის სასტუმროებზე ფასებზე სხვაობას არ ახდენს. მე პარიზში პირდაპირ ჩავფრინდები, ხა ჩვენთვის კი შეიძლება, ჩვენგან შეიძლება მაგალითად დუსელდორფშიც პირდაპირ ჩავფრინდები, მაგრამ პარიზში მაგალითად ჩინეთიდან მოფრინავ ან ამერიკიდან მოფრინავ, პირდაპირ ჩავფრინდები. ამერიკიდან რომ მოფრინა, უნდა ჩავფრინდე ფრანკფურტში. ეხლა წარმოიდგინე ფრანკფურტში ჩამოფრინდი, სასტუმრო დაჯავშნული გაქვს და
მატარებელი გაფიცულია, ავტობუსი გაფიცულია. ხა ფრანკფურტიდან რო წახვიდე დუსელდორფამდე ტაქსით მით უმეტეს გაფიცის დროს სულ ცოტა ალბათ 1500 ევრო მაინც გინდა რა და დისკომფორტია ეგ. მაგის გარდა ეს კომპანიები სხვადასხვა ხოლები რო იყო ქვეყნები, იყო წინასწარ ორგანიზაცია, ნოჩაკა, ეს ლოჯისტიკურათაც პრობლემა იყო. წარმომადგენლის გაფრენაზე არ არის. ფასში საკმაოდ ზემოთ წავიდა იმის გამო რომ დუსელდორფი პატარა ქალაქი იყო სასტუმროები იმდენი არა გამოფენის დროს სამაგდება ეგენი კარგად იცი ჩემზე კარგად იცი ფასები რო ღირს თქვა რაღაცა 80 ევრო ექვსი თვითარდა თუ არ დაჯავშნი მე 300 ევრო სიხდი და 400 ევრო სიხდი პოლონში უნდა დაჯავშნო ან დუსელდორფში დაჟე პოლონში და იქიდან იარო და ეხლა წარმოიდგინე კიოლში თუ დაჯავშნი მანქანით იმ ხელასაცობებია რომ მთელი ხათაბალაა და თუ გაფიცვის არ დადიოდა აი ახლა ხო გაფიცვის ბოლო დღეს გაფიცვის გაიფიცა რომელ 17 მე რომ მოდიოდით მატარებლები მეტრო და ავტობუსი აღარ დუსელდორფში აღარ გეკითხები სულ ამ პროვაიზერს მაგრამ ხარდა მაგრამ მოგზავნა ხოლმე რომ ერო გამოდიოდი უკვე გამოფენიდან და მატარებლებში ჩაჯდებოდი და მოდი ხარ ხო რომ წამოხვიდე ცენტრში ხა შენ სასტუმროსთან და ამ მატარებლებში რა ხდებოდა იცი ყველა ლაპარაკობს თავის ენაზე იქ იტალიელი იქ ინგლისელი მაგალითად ესპანელები და ისინი ყვინიანი არგენტინელები მთელი სოფლიო ხო იქ იყო ახლა და ეს მატარებლები ზაურობა და ალკოჰოლის სული დგას ო კაი გაგებული ბოლოში ყველა გადაგებული კარგი იმიტომ რომ ხო და რაღაც თავისი ხიბლია თქო პროვაიზ რა მაგრამ გეტახმები მაგაში ეხლა ის თქვა ჩემო მუგზარეთი წავიდეთ რომ ნუ ზოგადად მე შენი სიტყვების თუ მახსოვს ხოლმე რომ გერმანელებს აქვს ეს ნათქვამი ის არის კარგი ღვინო და მაგარი ღვინო რომელიც იყიდება ეხლა ეს როდის თუ ეს ჯერ კიდე ჩვენ ახალგაზრდა მეგობრთა კავშირს რო აფუძნებდით ხო რამდენი წელი ერთად მოვდივართ ამ დარგში მე მგონი ამ მაგ პერიოდში ვიქარი ეგ ამბავ იმიტომ რომ სულ იყო მსჯელობა ჩვენ მაინც მერმინეები ვართ რომ წარმოებაში ჩართული ვართ მაგრამ შეიძლება არ იყოს აი ხა როგორც ვიზიტორად იყავით ჩასული ჩვენ სულ დავდივართ უყურებთ ტრენდი რა არის ზამშლოვანი იმიტომ რომ წარმოება ისეთი თემაა რომ ეს შენი სიტყვებია გიქვეყო რომ ვერ გააძღობო წარმოებას იმიტომ რომ სულ ინვესტირება გინდა ჯერ დაწყება ვთქვათ როგორი რთული არის ხო აი მაგალითად ადამიანებს უნდათ ახალი ბრენდი შექმნა 25,000 ბოთლი 10,000 ბოთლი პირობით მე საერთოდ უფრო მეცავუჩი ხოლმე იმიტომ რომ დასაწყისისთვის და ისიც ეუბნები რომ იქ ორი სახეობა მაინც შექმნა იმიტომ რომ ანუ შენაც გჯერა და წავს ის არ არის მაინდამაინც აუცილებელი რომ კარგად გაიყიდება და ეს პლატფორმაა ჩვენის GRASH 525 რომ ამის საშუალებას ვაძლევთ ჩვენ პოტენციურ დამკვეთს სულოდ ეს არა მარტო ახალბედა კომპანიას ეხება ნიკუშ რაც პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ არსებული კომპანიების, რომელსაც შეიძლება თუ არ აქვს, არის კახეთში, არის რაჭა-ლეჩხუმში და ქართლში, უნდა რომ რაღაც ეს ჯიშები შექმნას. ამას ახალი დრო, ენერგია იხარჯება ამაზე, ახალი ინვესტიცია, ახალი სტაფი გჭირდება, რაც ეს ასევე ეს ვილაპარაკებთ ამაზე, ციფრიზაცია თავის გამოცდილებასაც გვიქმნის, საამშლოვანი ხა ჩვენი დამკვეთები შაშაცი უკვე აზერბაიჯანელები კითხავდნენ ყურძენსო, ვენახში ქართველი კრეფა ვერ ნახეო ჩვენ დღეს კიდე გავსინჯოთ მე სისტემიდან და რამდენიმე მინუტში გაგასინჯო მუზარ შენი აზრი გვაინტერესებს მაგრანიდან და ახმეტიდან წამოვიდეთ ქისი და ხიხვი ტრადიციულად დავაყენეთ მინოები და ქისტები ყავდა ჩამოყვანილიო ხაციონება და გლეხი ფერმერი რომელსაც ნუ კაი ოჯახის წევრები გვიყვანა 3-4 12 ტონა ყურძენი წამოვიდეთ და ხა 12 ტონა ყურძნის დაგრებას ახლა ოჯახის წევრები და მეგობრები ვერ შეძლებს მაგას თან თუდეს კრეფასაც თავის სპეციფიკა აქვს და ცოდნა უნდა და ეს ცოტა ხამე ბევრი საკითხი ერთად თქვი მაგრამ შენი აზრი გვაინტერესებს რას ვიგებ როგორ და ჩვენი სერვისები ცდილობს რომ ეხლა ჩვენ რაღაც ახალი არ მოგვიგონია ნამდვილად ამერიკაში ევროპაში ეს პრაქტიკა გამოცდილებული მაგრამ საქართველოში ეცადეთ მესამე ხელია ჩავატარეთ დამკვეთების რაოდენობა გაიზარდა და ვცდილობთ რომ აი ესე იგი რაღაც მინიმალური ხარჯებით ადამიანებს მივცეთ საშუალება რომ თავისი ბრენდი შექმნათ და ცოდნა გამოცდილებას გაუზიაროთ ქართლზე რა პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ აი ძალიან იმიტომ
აქტივსაც გზემდა მიყვარხარ კიდეც მიყვარხარ რომ აი სულ სიახლეებს ეძებ და ის რაც გამოცდილება არის რაც მუშაობს კიდევ აუცილებლად იმუშავებს ჩვენ რამდენიმე პრობლემა გვაქვს საქართველოში მაგაზე ალბათ ჩვენ მომისაუბრებთ თუმცა ის საშუალებასაც თქვენ აძლევთ ახლა მაგალითად რომ თავისი საკუთარი ბრენდი შექმნას პროფესიონალების მაღალი კლასის პროფესიონალების დახმარებით ეს არ არის მარტივი თემა იმიტომ რომ ალბათ მოგესალმებათ რომ დაწყება არის ყველაზე მთავარი თუ არასწორად დაიწყებ შეიძლება ძალიან მაგარი პროექტი ისე გააფრთხო ის სახელი გაქონო ბოლო ხო არა შეიძლება თავიდანვე მოკლა რა პირდაპირ მოკლა არ დაბადებული და რამდენი საქმეა ეგრე რომელსაც ძალიან დიდი თემა შეიძლება კონდეს განვითარება შეიძლება კონდეს შეიძლება ძალიან დიდი პერსპექტივაც აქვს მაგრამ როგორც წესი და თავის დანებება და ხელის ჩაქნევა ხდება რაღაცა მომენტში როცა აი რაღაცა პირველ წინააღმდეგობებს აწდები. აი ამ პირველ წინააღმდეგობებს ეს არის დაახლოებით აი როგორც ბავშვი რო იწყებს ცხოვრების გზას. იმას თავიდან ჭირდება ვიღაცა გიდი, ну, მასწავლებელი დავარ, რაღაცა სწორი გიდი ჭირდება, ვინც ხელს მოკიდებს და გაიყვანს სიკამდე. აი ზუსტად მე ესე უყურებ თქვენ პროექტს. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, იმიტომ რომ მე მგონი იმ ხალხს აძლევს საშუალებას, ვისაც ამ ეს თემა უყვარს, ამ თემის რაღაცას ხედავს თავის თავს ამ თემაში და მე მგონი რომ თქვენ მარტო ვინის და დამზადებაში არ ეხმარებით და ვინის სწორად წარმოებაში არ ეხმარებით, არამედ აძლევთ იმ ცოდნასაც. აი საწყის ეტაპზე მაგალითად ნებისმიერ დარგში ახლა ვთქვათ რომ რაღაცა დარგში რომ რაღაცა დონის საშუალო დონის ცოდნა მიიღო და ახლობთ ეს რაღაც შემოგონილი არ არის ის მოგესალმებით და ახლობთ 1000 საათი გჭირდება ინტენსიური მუშაობა რომ ამ დარგის რაღაცა ცოდნა მიიღო მეღვინეობაში შეიძლება ცოტა მეტი იყოს იმიტომ რომ მეღვინეობა ცოტა ზოგადი დარგია და ბევრ რაღაცას აერთიანებს ნიადაგ მცოდნეობას რაღაცა ყურძნის თემას ამპელოგრაფიას ვთქვათ თვითონ ქიმია, ფიზიკა, რაღაცა და ნუ თავისთავად ენოლოგიას, ხო? და მე რაც თავარია მარკეტინგი. ეს ალბათ კიდე ყველაზე დიდი თემა ცალკე ფილოსოფია, მარკეტინგი, რომელიც ახლა მიუხედავად ჩვენი დიდი პატივისცემის ახლა ჩვენ მეღვინეები ვართ, ხო, მაგრამ უნდა ითქვას, რომ აი რაც შემგზავნე რომ ყველაზე კარგი ღვინო გაყიდული ღვინოა, რასაც გერმანელები იძახიან და ეს აბსოლუტურად სწორია. იმიტომ რომ შეიძლება ოქრო გედოს და მიწაში თუ დამარცხოთ ჩვენ დროს იმის ფასი არის 0. კიდე ქვადებულა იმ მიწაში და კიდე ოქრო რა მნიშვნელობა თუ იმან არ იმუშავა, იმან ის არ გაიყიდა, კიდე არ იყოს სწორად რაღაცა, ისიც რაღაცას სწავლობთ. თუ ქმედება არა აქ ამას. კედოს ეს ღვინოები და თქვი რომ ყველაზე მაგარი ღვინო მაქვს სოფლიოში და ბოთლიც ვერ გავყიდე ხო მაშინ რაღაცა თემა გაქვს ისე როგორც რა ვიცი ბევრი თემა ამის გადაგებები მოდი შემოგზა აი გადაგებების ნაწილში ჩვენ ვფიქრობთ კიდე როგორ ქონათ რანაირად ჩვენმა პლატფორმამ რა შეიძლება მოვიფიქროთ თუმცა გვაქვს რაღაც მოსაზრებები მაგ შენი აზრის დაგშვირდება და რჩევაც შეიძლება რაღაც ასოციაციის ტიპი შექმნათ 525 სადაც საწევრო იქნება იმდენი დამკვეთი დაგვიგროვ და უკვე რომ გვინდა რომ აი რაღაცნაირად შევეხიდოთ ერთმანეთს ან ჩვენმა პლატფორმამ რაღაც სერვისი ვართ მოდი გადაგებშიც იქნება რაღაც სერვისი შევთავაზოთ საერთო სტენდი აი იგივე ეხლა არის პროვაიდი ერთ-ერთი ძვირია გერმანია შეიძლება ვერ გავხარშოთ თუმცა იაფდება რომ უნდა ითქვას რომ პროვაიდი სავარაუდოდ იაფდება არის სხვადასხვა ქვეყნები იმას აღმოსავლეთ ევროპა იყოს, არ ვიცი, იმას აზიური ქვეყნები, ამერიკაზე ძალიან სამუშაოა, ძალიან სიტყვაზე ვამბობ, მე თვითონ მინდა რომ ყველა ვერ ახერხებს მუზარ, იგივე, აი მოყვეს ბოლომდე, რა გაგებით მიყვეს თავის ღვინოს ბოლომდე. და შეიძლება არც იყოს აუცილებელი, რატომ? შეიძლება იყოს კარგი მენეჯერი ადამიანი, სწორად დაგეგმოს ის აუთსორსიც, ყველაფერი სწორად გააკეთოს და იყოს წარმატებული. ვიდრე ესე ყველა ჭანჭი გზდიოს. ამიტომ მე მინდა რომ ადამიანებმა ცოტა მიუშვან ეს თავის საქმიანობა და მიანდო პროფესიონალებს როგორც შენახება. ეხლა მე იმას კი არ მინდა რომ ჩვენ დავიბრუნოთ გინდა თუ არა და მე ხარ პირობა დავიბრუნო კაპილოში ჩვენ 100% პროფესიონალები მაგრამ ის გზები და შანსები და რო გავაიაროთ როგორ წარდგეს ის ღვინო ის ნაწოლები მთელი წელი ხა ჩვენ მომდენი გამკვეთი ხავს რო ხელი შეუწყოთ ექსპორტზე
საერთო საწყობი იქნება, ერთი სტენდი იქნება, თუ ყველა წამოსვლას ვერ მოახერხებთ გამოფენაზე ჩვენ ორმა სამაკაცმა, რაც საწევრო დააფინანსებს, იმათაც არ ამინო. ესეც ხო არის თემები, ხო? მე ახლა მაგ საკითხებში დიდი მცოდნე ვერ ვარ, მაგრამ აი მაგალითად მე რო ვიყო თქვენ ადგილზე, რაზე ვიფიქრები? მაგალითად შეიძლება სიზახი მაგალითად რომ ადამიანები უკვე მესამე წელია მოდიან შენთან. ესე იგი წარმოიდგინე რა ნდობა უნდა გქონდეს ადამიანთან, რომ მესამე წელი მიდიხარ, ვინოს ამზადებ, მაყოფილი ხარ, ხო? და წარმოიდგინეთ თქვენ რო ყავდეთ ადამიანიან ჯგუფი, რომელიც მარკეტინგში ეხმარება, გაყიდვებში ეხმარება და გინდაც აი მარტივად რო ვთქვათ, რას გავაკეთებთ, ხო? ონლაინ მაღაზიას გავაკეთებდი Crash 528-ს, ხო? სადაც ჩემი პლატფორმის ღვინოებს გავიტანდი და მარკეტინგში მივეხმარებოდი. ეს მაგალითად ძალიან მომხიბვლელი იქნებოდა ადამიანისთვის, რომელსაც დაწყება უნდა და თან კიდე ერთხელ ვიძახი, მე მგონი თქვენ არ ვიცი ახლა მე ზუსტად კარგად შეიძლება არ ვიცნობ თქვენ პლატფორმას, მაგრამ აი ეს თემა რომ ჩვენ ვეხმარებით ვიღაცას სწორად ღვინის დამზადებაში, ეს არასრული პლატფორმაა რა, ჩვენ თუ ვიტყვით რომ ჩვენ ვეხმარებით და თქვენთან ერთად გავდივართ ამ თემას. ესე იგი, მაგალითად სკოლაში ბავშვი რომ მიყავთ, სკოლა ხო არ ასწავლის მარტო ბავშვს, სახლშიც ხო ასწავლის, ესე იგი სახლში თუ სხვა რამეს ელაპარაკები, რასაც სკოლაში ელაპარაკებიან, ახლა ბავშვი მოდის წინააღმდეგობაში თუ აქეთ სხვა რამეს ეუბნებიან, მე ან ერთგან უნდა მოიტყოს, ან მეორეგან არ გაურება ეწყება. ახლა ადამიანი რომელიც თქვენთან მოდის, ის და მით უმეტეს ამ ბიზნესში ფიქრობს გაგრძელებას, იმას სჭირდება სწავლება. მე მგონია რომ აი სწავლების ელემენტს იმ ადამიანებსაც ჩავთავთ რაღაც დონეზე, რომ იმათ ისწავლოს ყველაფერი. მარკეტინგი გაყიდვებს. მარტო მარკეტინგი არა, თვითონ ღვინის წარმოების თემაში და მარკეტინგშიც მე. ყველა ადამიანს მაგალითად თავისი ხედვა აქვს. იმ ხედვის შესაბამისად მაგალითად ნიკარუ არის მაგარი მარკეტინგში, ხო? აი დაუждდება დეტყვის, რომ აი ესე ხო არ გვეცადა, ან ცადო და თუ მე ვიღებ ჩემ თავზე ამ პასუხისგებლობას, ხოლო სწორად უნდა ცადო რა. წარმოების ნაწილში უზა ჩვენ მაგას ვაკეთებთ, მე ის თქვა მინდა იცი აი რომ დამკვეთი რომ მოდის ჩვენთან პირველ რიგში რას თავარია რომ ღია ორგანიზაცია. აქ არის რაღაც დახურული რეცეპტები, ჩვენ ამას ვაკეთებთ, იცით რა ბოდიში. ეგ კი არა, მარტო თავიანთი ვინო კი არა. თავიდან რომ თავხდები ჩვენ. აი ადამიანი მოდის პირობითად უნდა თავგვარი როზე დააფეროს. ან გოგული მწვანე უნდა ხიფთან ერთად პირობითად კლასიკაში გასულის როგორია რა არის. ან ქვევრში დააფეროს ტრადიციულად. ამავდროულად ჩვენი ათწლედი დამკვეთი სხვა ვინმებს ვაყენებს, იმასაც ეცნობა ის. იმის საშუალებაც ეძლევა. იქ კი არა რომ მარტო თავისი ღვინის ნახვის. გასიბლის საშუალება და აქ ერთმანეთში ძალიან მეგობრები ის მიხარია რომ საქართველოში ისეა რომ ოპერატივები რაღაცები თქოს ვერ შეიქმნაო, იმიტომ რომ რამდენიმე ქართული რომ იკრიბება ერთად რა. ჩვენ ეს პერიოდები მე მიხარია რომ დავამიგრეთ და დავარღვიეთ, იმიტომ რომ აქ უკვე მესამე წელიწადია 10-15 დამკვეთი იკრიბება. ყველა თავიანთ ღვინოს თავისი დუღამით ესე ვიტყოდი და ფილოსოფიით აყენებს, ჩვენ ვეხმარებთ მათ. ოღონდ გამოცდილებასაც იღებენ და ვასწავლით როგორ რა დოზები დამუშავება, რა თქმა უნდა მინიმალური კონტაქტი. დღეს მოდაში არის და ტრენდი არის, რომ საერთოდ ცხოველური ჟელატინი იქნება ამოვიდოთ ფუნქციონალური, ბენტონიტი მუქი არის, ნაკლები ჩარევა ბავშვში. ამ ყველაფერს ვითვალისწინებთ. არის შემთხვევები, რომ დამკვეთებს ველურადაც უყენებთ ღვინოს, ველური დუღილი, მაგრამ მაგ დროს იზოლაცია მიწევს მე და ჩვენი სტუდენტები, ანუ იგივე თანამშრომლები გაფრთხილება მიწევს, რომ იგივე თქვა სამკაპათი არ ჩაზილო ის ქვევრი, გარეცხე თავისებურად გაასტერილეთ, იმიტომ რომ ის მიმდინარეობს ველურად. ხო ხა, ვიცით, მაგრამ საფუარი შეიძლება სივრცეში ყველგან მტრიალებს, მაგრამ მაქსიმალურად რაც შეიძლება გაკეთდეს, ამ პირობებს ვიცავდა. ის ეხლა შეიძლება ახსენე ის მომენტი, რომ სწავლა ძალიან მნიშვნელოვანი პლუს კაპისტონის სკოლასთან და ნიმოსთან ჩხარტიშვილი თავისი სტუდენტებით ტექნიკური უნივერსიტეტი მემორანდუმი გვაქვს, პატარა ლექციებს ვკითხულობთ. ამ ყველაფერს უყურებს ეს დინამიკაში ერთი წლის მანძილზე ჩვენი დამკვეთი და ამ კუთხით რაღაცებს ვახერხებთ თვითონ. აი ერთი მომენტია რომ აი რასაც ამბობ ყოფილება კიდევ რომ აი ჩვენ რომ ეხა პატარა ის ქონდეს ეტიკეტირების სიტყვაზე მანქანა
და არის ეგეთი საშუალებები და ფიქრობთ რომ ჩვენ თვითონ შევუქმნათ ეტიკეტი, დიზაინი აუთსორსზე ურჩიოთ, ჩამოსხმა ასე შემდეგ, დასაწყობების სერვისი გვაქვს, გაყიდვებშიც რო ჩაერთოს Crash.25, აი მაგ უკვე აი ერთი პლატფორმა არის ბრენდინგი იცი შენ, ესეთი კომპანია ლევან კობერიძე იყო ჩვენთან და ერთობლივად რაღაცა მემორანდუმზე ვფიქრობთ რომ შევქმნათ, რომ დავაკავშიროთ. აი მე მგონი სწორად გაგიგე, რასაც ამბობ. ძალიან მაგარი თემაა, ესე იგი ლევანის თუ ავიყვანთ მაგ თემაში ხა შენ მოგესწრება რომ ლევანი ახლა ძიმე წონოზანი ისა მოთამაშეა და საკმაოდ სერიოზული მოთამაშე რა ვიტყოდი რომ მაგ თემაში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ხო მე ბევრს არ ვიცნობ თუმცა არა მარტო ღვინის სფეროში არამედ საერთოდ და მით უმეტეს ღვინოში ამხელად ამდენი წლის გამოცდილება აქვს მით უმეტეს პიროვნულადაც ყველა ვიცნობთ და არაჩვეულებრივი ადამიანია და მით უმეტეს ეგ საქმე იცის მართლა კარგად იცის არიან რამდენიმე კარგი ბიჭები მაგრამ ლევანი ალბათ ერთ-ერთი უპირველესი ხო და მე მგონი ეს უკვე იმისი წინაპირობა იქნება აი მაგალითად მეც რო ვიყო ხო რომ მაინც ფიქრობ რაღაცას რო აკეთებ ეს გაიყიდება თუ არ გაიყიდება ესე იგი საბოლოოდ მაინც მივდივარ ესე იგი ღვინოს ბევრი აკეთებს ჰობისთვის მაგრამ რეალურად მეღვინეობა და ალბათ ესეც არ უნდა იყოს ჩაფიქრებული რომ ეს უნდა იყოს სწორად ეს ამის უნდა იყოს როგორც თაღის მომტანი ესე როგორც მომგებიანი საწარმო ისე რა თქმა უნდა სიამოვნებას უნდა მოგანიჭოს მაგრამ თუ ეხლა ამას მუდმივად ვერ აფინანსებ და აი გაყიდვები როგორც წესი იმიტომ რომ ძალიან ბევრი მცირე საწარმოც არის და ინდმეწარმეც არის და გლეხიც არის ესე დავარქვათ თუმცა მე ამ გლეხის ხმარება არ მიყვარს საერთოდ იმიტომ რომ მგონია რომ ეგ არ არის სწორი სიტყვა და საერთოდ ეგ სიტყვა უნდა მოვიგოთ ხო ერთ-ერთ პრემიერსთან რაღაცა კანონში ჩაწერეს გლეხები უთხარი რომ გლეხი მე სალანძღავი სიტყვა მგონია მეთქი და რაღაცა ვერ გამიგეს კარგად იმიტომ რომ გლეხი რა არის წვრილი მცირე მეწარმე ხარ გლეხი არის ადამიანი რომელიც ნატურალურ მეურნეობით შემოიფარგლება და რაღაცა ესე და გლეხი მე მგონი რომ არ არის კარგი თემა იმიტომ რომ არავის არ ვერჩი პიროვნულად კი არა მაგრამ აი წარმოიდგინე ადამიანს რომელიც ორი შვილი ყავს ან სამი შვილი ყავს 1 ჰექტარი აქვს სადაც მოყავს ყურძენიც, კარტოფილიც, ხორბალიც, სტაფილოც და კიდე რაღაცები და ცოლსაც თვითონაც მუშაობს, ცოლსაც ამუშავებს და ორ შვილს ამუშავებს 12 საათი. და შეიძლება ელონ მასკი ყავს შვილი. შეიძლება იმან სოფლიო უნდა გადაატრიალოს და ყავს იმაში რა ხო და გონია რომ ეს კაი საქმეს აკეთებს საერთოდ მე არა ვარ იმის მომხრე რომ ადამიანები და მომავალი თაობა სოფელში უნდა ცხოვრობდეს და ეგ უნდა დარჩეს არ უნდა დარჩეს ზეგი მიდიხარ იქ უნდა რომ აუთსორსი ძალიან მნიშვნელოვანია აბსოლუტურად ეს შენ რასაც არის უბრალოდ შენი შვილებისთვის იმის არ უნდა უსურო არასდროს სხვას შენ შვილებს თუ დატოვებ სოფელში აი რომ აზბეთში იცხოვრეთ და ან იმაში რა ქვია შატილში იცხოვრეთ ხო წაიყვანოს თავის შვილები მერე ჩემ შვილებსაც წავიდე აი საინტერესო მაგრამ ისი არა რომ რატო ლექციები მიკითხოს რა იცი რა შენ რომ შატილში ცხოვრობ მანდ უნდა დარჩია რატო იმასაც დაითარება რა თქმა უნდა ხო და რა თქვა სიცილი კავშირი ეს ყველაფერი ძვირდება, ხო, გაძვირებულია და აუთსორსი მნიშვნელოვანია და ყველაზე მთავარი რასაც ჩვენ ყოველთვის ლაპარაკობთ, ადამიანური დრო, რესურსი შენიღო. შენ ახლა ამ საქმეს აი რასაც მგზავრიებს, აი რომ მოდის აქ ადამიანი, ესეთი სერვისია, პლატფორმა, მოწონს ყველაფერი. პლუს ჩაერთო იქ გადადები, მაგრამ ნებისმიერ საქმეში ადამიანს ხო თავის ოჯახისთვის, თავის მეგობრებისთვისაც დრო უნდა დარჩეს. სერიოზულად ევროპაში და ამ ყველგან შაბათი კვირა არის აი წმინდა, ხო? ეკლესიაში უნდა წავიდე კვირას ვთქვათ და ილოცოდა შაბათს და ეგ კი არა სკანდალური ქვეყნებში მე მგონი 4 დღე დატოვეს სამუშაო 2 საათამდე მაქსიმალურად აიძახია რომ იგივე სამუშაო იგივე საათი უკეთეს შეფერხებიც მოაქვს მე მგონი კომპანიისთვის და ის ხარისხისთვის ხო რა პროდუქციას ხო და აი მაგ მივიდა ნუგზარიო ზუსტად ეხა მე იმიტომ კი არა ხაზი მინდა კიდე ერთხელ იმას გავუსვა რომ ხშირად გვეკითხებიან უზარ და კომენტარებში გვიწერენ ჩვენ გადაცემებშიც მოდის რომ აი ეს კონკრეტული ციფრები რა არის და ჩვენ ლევანთან სხვათაშორის ვახსენებ კობერტი იქ რაღაც ცოტა კონკრეტულ ციფრებსაც შევხედეთ ლევანის რჩევა თვითონ იყო საუბარში ვიცი რა იმ ადამიანებს რა ჩვენ ვისაუბროთ საინტერესო საკითხებს მაგრამ კონკრეტიკაც მნიშვნელოვანია და კონკრეტიკა ის არის რომ თვითღირებულება ვიცით რა როგორ ხდება დღეს ერთი ბოთლი ღვინო
პირობითა და ჩვენ საბაზრო ფასები რა არის ყურძნის ფასი დაახლოებით ვიცით ბოთლის, საცობის, შეღუთვის ფასი ელექტროენერგია ხო, კომუნალური ხარჯები ვიცით და ისიც კარგად ვიცით რომ მუზარდა 15, 20, 30000 ბოთლი რო შექმნა ნოლიდან მინუს რამდენიც უნდა დაიწყო ადამიანი. გინდა ტრადიციული გზით წავიდეთ ახლა და გინდა სისტემები თავის ჭიდებით და ყოიცეკა თუ ხარისხზე ვაპარაკობთ ახლა თუ ისე სპონტანურად აკეთებ მინუს და შეიძლება ეკოს ფობია და რისკები და გართობა იქი, მაგრამ კომერციულად რო აყენებ დიდი ინვესტიცია, პლუს სტაფი გინდა პროფესიონალი. მე ამ ყველაფერს უნდა სდიო შენ მარკეტინგს. სადღაც რაღაცა შეცდომებს დავუშვებ, ალბათ სავარაუდოდ და ყოველ შემთხვევაში ეს პლატფორმა გადის იმ საშუალებას, რომ შეიძლება ეს ძალიან დიდი დანახარჯები არ იქნება, მაგრამ ხა რაღაცა სერვისის მინიმალური ხარჯი იქნება თუ რაც იქნება გადასახადი, რომელიც თვითღირებულებაზე აისახება ბოლოს და უხეშად ახლა სადაც ერთი ბოთლი გულის დაყენება გამომდინარე ყურძნის ჯიში და გამომდინარე სტილისტიკიდან სადღაც შეიძლება სადღაც 12-14 ლარი დაждდეს ერთი ბოთლი. ოღონდ ამაში ადამიანი ვებულობს რას, გამოცდილება მიიღო, ცოდნა მიიღო, ფიზიკურად არც ნათესავების და შულების მოყვანა არ დაჭირდა გამომშეობაში, დაახვდა სტაფი. მოიყვანა სტუმრები, მოიყვანა იმპორტიერი, აჩვენა როგორ სუბსტა და პროფესიულ გარემოში მისი ბრუნდება, გადაღებები აწარმოა, გინა ვიდეო, გინა სურათები, ერთ სიტყვით, მე ამით ახლა რაღაც იმას კი არ ვიძახი, მაგრამ ვცდილობ, რომ მომხმარებელსაც და მსმენელსაც აუხსნა, რომ როგორი ტიპის პლატფორმა. ჩვენ მეგონი ერთ და იგივე თემაზე ვსაუბრობთ, ზუსტად მეცეღა რომ ვახსენეს რატო ვიძახი. ის ლეხი რატო ვიყიდა, ახლა ვინმე წინამდე კი არა ვარ. რომ ადამიანი რომელიც თავის შვილებს მეუღლეს ამუშავებს და თვლის რომ ეს არაფერი არ ღირს. ის ბავშვი რომ ან სრულფასოვნად ვერ ერთობა, ან სადღაცა სპორტზე არ დადის, ან რაღაცას არ სწავლობს. ხო, ეს გონია რომ ეს არაფერი არ ღირს და იმან იმუშაობს, ან მისი შრომა რასაც იზრდება, ხო? ლეხი მუშაობს ჩათვალე რომ 20 საათი მუშაობს, 20 თუ არა 16 საათი მუშაობს დღე-ღამეში. 16 საათი რომ მუშაობს, ხო დართვლის ეს რომ მისი შრომა რამე ღირს. აი ზუსტად ეგ არის ჩვენი მთელი უბედურობა ის არის რომ შენ თვლი შენ რა გადავხადო პროფესიონალს, გადაიხადო საშემოსავლო გადასახადი ეს ის და მიდიხარ მანდამდე. ის თავის შრომას არ აფასებს და მე შეიძლება გითხრას რომ იცი რა მე მიждდება 3 ლარი და შენ რატო გიждდება 12 ლარი. მაგრამ ნუ ეგ ნორმალურია სამწუხაროდ ჩვენთან მიჩვეულები ვიყავით, მაგრამ ნელ-ნელა ჩვენც გადავდივართ სხვა ყველა შრომა უნდა დაფასდეს. ახლა იმ დროს ერთ კაფეში შევედი დილას რაღაცა ყავის დასწავლებად. თუ სამსე იყო და ხალხი საუზმობდა რა. როგორც ევროპაშია, შედიხარ კაფეში ხალხი საუზმობს და უკვე ხვდები რომ თბილისში იწყება ეს ყველაფერი რომ ხალხი გადის და საუზმეს სახში რაღაცა ან დრო არ აქვს ან წვალებას უჩვენია რომ სადღაც ისაუზმოს. ესეც ესია რა, ადამიანი როცა დაიწყებს თავის დაფასებას და თავისი დროის დაფასებას, ეს სულ მოთხოვნადი გახდება, იმიტომ რომ არ შეიძლება სხვა განვითარების გზა არ არსებია საქართველოში. უბრალოდ იმაზეა აქ ლაპარაკი, აი თქვენარი პროექტი რო იწყებს, იქამდე მივა თუ არ ვერ მივა, გაკაჩავს თუ ვერ გაკაჩავს ფინანსურად რა. ხო და მან არის ზუსტად დახმარება და თემა ზუსტად აი მან მე მგონი სწორი გააზრებაც რა. ქართული ღვინო საერთოდ არ უნდა ჩამოვიდეს დაბალ სეგმენტში რა. იმიტომ რომ ჩამოვ მოლდავეთები, აი მოლდავეთმა რა გააკეთა. რუსეთში არაჩვეულებრივი ღვინო აქვს, მოლდაველები ძალიან მეგობრობ, სინჯავი ხალხს გავსინჯი, არაჩვეულებრივი ღვინოები აქვს. ცხრიალების მათ შორის. ყველა კატეგორიაში წითელი ღვინოები როგორც თეთრები რო კარგები აქვს, წითელებში საფენოს კუპაჟებში ხმარობენ ძალიან კარგად. აი ნახე რა გააკეთა. რუსეთის ბაზარი ხო მოკლეს, იმიტომ რომ იმდენად დააგდეს ბაზარი, რომ რუსეთიდან გამოვიდეს. უკრაინის ბაზარი, აი ზუსტად რასაც აკეთებდნენ, იმდენად მოკლეს, იმდენად დააგდეს ფასი, რომ უკრაინელებს აღარც უღიდათ, მე უკრაინაში ასხამდნენ მოლდავურ ღვინოს და ისიც აღარ უღიდათ. უკრაინაშიც აღარ არის. ეხლა ევროპაში ეს პროდუქტი შეატრიალეს ევროპაში. ეხლა ევროპაშიც იგივე მოსდით, მე არ ვიდა რომ თქვა რომ ეხლა საერთოდ არ რა თქმა უნდა არის, მაგრამ იაფიან კატეგორიაში ნახე როგორ არის, ვინის ხარისხის ცოდნა მომხმარებელს მაქელა არ აქვს. რომ რაღაცა და ესეც არ არის ფასტა კატეგორია, ეს არ არის პირდაპირ პროპორციულად გადათარგმნილი ხარისხში. შენ ხო კარგად იცი, ესე იგი ფასტა კატეგორიები არის ძალიან სუბიექტური და ორგანოლეპტიკა
სუბიექტურია, მაგრამ მეტნაკლებად რო გააობიექტურო, ამ ფასებთან საერთოდ ვერ მოიყვან კორელაციაში. ამიტომ მომხმარებელი არჩევს სხვადასხვა რაღაც, აი მაგალითად ძალიან მარტივად გეტყვი, შენ რო მიდიხარ ფეხსაცმლის საყიდად. ხო? აი მე რომ მივიდივარ ფეხსაცმლის საყიდად, საიდანღაც სადამდე რაღაცა ფასიდან ფასამდე უყურებ ფასებს, არც იმის ქვემოთ უყურებ. შეიძლება არაჩვეულებრივი ფეხსაცმელი იყოს, მაგრამ არ განვიხილავ, არ მგონია რა, არ მიყიდია და არც იმის ზემოთ არ უყურებ, იმიტომ რომ ვიცი რომ ვერ შევძლებ. ესე იგი რაღაცა კატეგორიაში ვზივარ მე, როდესაც ფეხსაცმელს ვარჩევ, ან პერანგს ვარჩევ, ან შარვალს ვარჩევ, რაღაცა კატეგორიაში ვარ. ისი არის ისიც. შენ თუ წაიყვან და ამას ქვემოთ კატეგორიაში დასვა, ვეღარა ეს ზემოთა გაყიდვები ძალიან შემცირდება. გინდა ადგილწამოშობა ეძახი, შენ ფილოსოფიას, ჩვენ არა ვართ იმ ხელა ქვეყანა, რომ იმ ხელა მეღვინეობის ქვეყანა, როგორც იტალია, საფრანგეთია, ესპანეთი ან ამერიკა, რომ მოუხვი. ჩვენ ამდენი ხანია ქორს ვაპირებთ, აი კიდევ ერთხელ ვიძახი, რატო დავარქვით ზიარს ორენჯი. რომ ზუსტად იქ მისულიყავით, სადაც ევროპელები არიან, ჩვენ თავიდან მოგვივიდა, არ ვიცი, შეცდომა იყო თუ, მაშინ არც ვიყავით ჩამოყალიბებულები 90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში გავიტანეთ ჩვენი პროდუქტი, ქვევრის ღვინოები და ჩვენ თვითონ ვეძახდით ორენჯს, ხო, გახსოვს ალბათ, ორივე ერთად ვიყავით. ხო, უბრალოდ არა, მე ჩვენ იმაზე შევთავაზეთ, ხა ქართულს უფრო ქსიამოვნებს, რომ ამბარს ვეძახით. არა, ქსიამოვნებისა კანონია. კანონია, ქარვისფერი. ქარვისფერი, მაგრამ კანონიც არის, მაგრამ ევროპაში დამუშავე. არა, მე ასწავლე, იცი მეაც კრიტიკას რა კუთხით კი არ ვამბობ და მინუს ცუდია თქო ორენჯის და ვან არ დარწმუნდა. მე ჩვენ გვიძახი გამოდეთ მარკეტინგულად. მარკეტინგულად ბაზარზე პირობითად ბრუკლინში პირობითად არ ვიცი რა თუ გინდას კალიფორნიაში რომელიღაც შტატში ან ქალაქში კონკრეტულად თუ იქნება ეს კარგად ეს კურსი კარგად ხდება და ინვესტორი ცნობადია და შენ იმ სტილისტიკის ღვინოს ვქნი მე არ ვიცი მე არ გონია ეხლა ეს რომ თავი აქ რო აღნიშნოთ თქვენ გახდო ეს ქვეყნის ღვინოა ეს ქართული საქართველოში დაწარმოებია ეს ნიუანსი არა მაგაში გეთანხმები 100% მე სხვა რამის თქმას ვაპირებდი და სხვა რამის თქმა მინდა მე უბრალოდ იმას ვიძახი რომ ეხლა რაღაცა ნიშა ევროპელმა მწარმოებლებმა რომელსაც ქვევრები წაიღეს და ვერთმა ხელი მოუმართოთ კარგები არიან აპიარებენ მაგრამ დაიწყეს ამ ორენჯ ღვინის ჩამოსვლა რომელმაც ეს ნიშა ეხლა რეალურად აიყო ეს ორენჯი აი ქარვისფერი ღვინის ნიშა დაახლოებით 50% აქვს ევროპელ მომხმარებლებს დასავლეთ ევროპას უჭირავს მარტო დასავლეთ და დასავლეთ ევროპას ესე იგი დასავლეთ სამხრეთ ევროპა აწარმოებს ქვევრის ღვინოებს ამ ქვევში ან უჟანგავ სისტემაში ბეტონის მაგას ხო ვერ გააქვს ეხლა იქ ხო მაგას ვერ გაუკონტროლებ და აწერს ორენჯს ძირითადად ეხლა ამ ბაზრის რაც ჩვენი ტრადიციული ბაზრის 50% 5 წლის წინ იყო 10%. ესენი რო სტატისტიკა ნახოთ, სეგმენტს კარგავთ, რა. საკმაოდ აგრესიულად და მეტად აფართოებენ, მომხმარებელი დიდად არიზდება, იმიტომ რომ ამას სპეციფიური მომხმარებელი ყავს და სპეციფიური ადამიანი უნდა, მომზადებული ადამიანი უნდა რომ ქარვისფერი ღვინო გასინჯოს, იმიტომ რომ დამწყები ამას ვერ გასინჯებს, ან თუ არ იცის, რაღაცა უნდა იცოდეს. და ამ ბაზრის დიდი ნაჭერი უკვე მოჭრის. და კიდევ უფრო მეც მოჭრია, ჩვენ თუ აი ზუსტად არ ვიფიქრეთ იმ თემაზე. დაცვა ზუსტად ეგ არის, აი იმიტომ ვიძახი ქართული ღვინის დაცვას. თავიდანაც ვფიქრობდით ჩვენ რომ იცი რა, ბევრმა გააკეთოს ქვევრი, დააწეროს ქვევრი, ამბერი დააწეროს, ცუდი არ არის, გააპიარებს ეგ, მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ ბაზარი ისე სწრაფად ვერ იზრდება, როგორც ამათი წილი. ესმის ცუდი ამაში არაფერი არ არის, ნელ-ნელა ეგ გამოიწვევს ბაზრის დასაც. მაგრამ მოკლე დროში ეგ რა თქმა უნდა პრობლემას უქმნის მწარმოებლებს, იმიტომ რომ ის ქართული ღვინოა. ეხლა რო შეხვიდე მაგალითად ეხლა ვიყავი გაქრას ცოტა ხნის წინ იტალიაში, ხო და ცოტა ხნის წინ ვიყავით ესპანეთში მე და აი რო შეხვიდე მაღაზიებში, პარიზშიც ხო, აი დიდ მაღაზიებში იმ მეწარმეს კატეგორია. ხო, მეწარმეს უფრო ადვილია იმისთვის, მაგალითად პარიზში შეიტანოს რაღაცა ქსელურ ღვინის მაღაზიაში, ვიდრე ქართულ მეწარმეს, მით უმეტეს ორენჯის მწარმოებელს და პატარა მეწარმეს. ამიტომ მაგითი წინ არიან ახლა ისინი. 20-26 რთველი მოდის და ჩვენ უკვე ვემზადებით. ესე გვინდა რომ ადრიანად ადრევე მოხდეს დაგეგმარება დაჯავშნა ჩვენ პლატფორმაზე იგივე სერვისების. ხო საქართველოში მაინც უპარტნიორია ბოლოს აგვისტო-სექტემბერში სწორ გადაწყვიტავენ რომ აი მინდა პოზიტივი დაწვა და
ეს კულტურაც რაღაცნაირად უნდა გაძლიერდეს და უფრო რამდენიმე თვითადე მოვახერხოთ ხოლმე დაგეგმარება. ჩვენთვისაც ძნელია ხა. მეურნეობისთვის იცი რომ რამდენიმე ნიუანსი უნდა გაითვალოს ორ თველის წინ. მე მით უმეტეს მოდიან ჩვენთან გამოდები რომელსაც ან არ იციან რომელი უძენი უნდა რომელი ვენახიდან მოიტანონ. წამოიგონის უძენი რა კონდიცია ამას ცალკე სიარული უნდა იმ მევენახესთან ცალკე გაჩავშნა გჭირდება ჩვენ დაბევება ასე ვთქვათ უძენის ხო დღეს როგორი საზედა დასამუშავებელი ნივთიერებები ახლა არის შესაძლებელი. ხო ეგ პლუს და ამავდროულად ჩვენ შარშანდელი გუნების უკვე ჩამოსხვის დაგეგმარებას ვიცხოთ ნაწილობრივ. ახალგაზრდა სტილისტიკა ვისაც უნდა ვთქვათ იგივე კლასიკურ გუნებს ეხება და თეთრებს უფრო წითლები მოგხსენებათ რომ მაინც ადრე არ არის რეკომენდებული გუნები ბოჩი არ მოიგულოს ღვინო იმას მაინც დრო უნდა განვითარება იგივე ფეულის გუნებს ეხება რაც ვთქვით და საერთოდ არის ესეთი აზრიც რომ უკვე მზად რო არის სტილისტიკურად გუნდო საერთოდ იდეალურია უფრო მაგდროს ჩამოასხაო ვიდრე ჩამოასხა და მე 6-8 თვე კიდე აზრილო ბოთში თუმცა ამ ყველაფერს თავისი გზა აქვს და გადაწყვეტილებას მაინც პროფესიონალურად უნდა მიიღება და ამ კუთხით რას ურჩევდი ჩვენ მსმენელებს პოტენციურ დამკვეთებს იმის გათვალისწინებით რომ იცი რომ რამდენად პასუხისმგებლობა და სამუშაო ჩვენ აქ შესაძლებელი და ვაი ძალიან ისეთი ცოტა რთულია უცებ ჩამოყალიბება მაგრამ ერთი რაც არის რომ საერთოდ ესე მგონია რომ თქვენთან მოდის ადამიანები მე ესეთი წარმოდგენა მაქვს ადამიანები რომელიც ამ თემას უყურებენ როგორც ან ბიზნეს ან საომავლო ბიზნესს ხო ნუ ალბათ იქნებიან მოყვარულებიც ახლა ის შეიძლება მერეც მოვიდეს თველიც მოვიდეს მაგრამ ადამიანი ზუსტად ეს არის სულ მაგაზე ვსაუბრობთ რომ ბიზნეს როდესაც გეკმავს ბიზნესი არ არის სპონტანური თემა ვერ იქნება ჩვენ კი ვართ საერთოდ ისეთი ადამიანები ხალხი რომ ვიძახით რომ აი мотиваცია თუ არა გვაქვს არაფერს არ ვაკეთებ მაგრამ мотиваცია არის ერთი პატარა ნაწილი ემოცია ძირითადად არის დაგეგმვა საერთოდ აი არ არსებობს დიდი და წარმატებული ბიზნესი დაგეგმვის გარეშე რა აი მარტო რომ мотиваცია როცა გაქვს რომ მუშაობდე და როცა არა გაქვს мотиваცია არ მუშაობდე არაფერი არ გამოდამერწმუნებით მაგაში ან ძალიან იშვიათი შემთხვევა შეიძლება რაღაცა გამონაკლისი იყოს რაც გამონაკლისი კიდე ერთხელ ხაზს უსვამს იმას რომ ეს წესები მნიშვნელოვანია ამიტომ მე მგონია რომ თუ ბიზნესად უყურებთ აი ზუსტად ეს თემა რომ აქედან უნდა მიეჩვიონ წინასწარ დაგეგმვას ზუსტად ის რომ თუნდაც კარგი პროდუქტი გამოვიდეს თქვა ის ნიუანსებზეა დამოკიდებული თქვენ ახლა ჩვენზე კარგად იცით რომ პროდუქტის ხარისხი საბოლოოდ დამოკიდებულია ბევრ პატარა ნიუანსზე ხო აი რაღაცა იძახის რომ აი დღეს ესე არ გავაკეთებ ხოლმე მე რა მოხდა და დღეს ეს პატარა რაღაცა ხვალის პატარა რაღაცა აი ეს ნიუანსურად რომ სწორად წავიდეს აუცილებელია რომ ეს დაგეგმილი იყოს მე ვერ მოგწონს პასუხს რა იმიტომ რომ მე თუ მოვალ ხვალ და გეტყვი რომ იცი რა გუშინ გამიკეთე ღვინო და თან ძალიან მაგარი რომ ესეთი რაღაცა იყოს ну და ჩვენ პლატფორმა 250 ტონაზე არის გასული აქედან 35 ტონა არის ქვევრის ღვინო ქვევრის დაჯავშნა ასე ვთქვათ მით უმეტეს კიდე მნიშვნელოვანია იმიტომ რომ თან როგორ ხდება თუ დაჯავშნის ადამიანები მინდა პირობითად დავაყენო ქვევრის ღვინო მე ვერ მოვდივარ ან აღარ მინდა ან ეს უძენი არ მაძლევს ამის საშუალებას ეს უკვე რთულია ჩვენთვის იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა ეტაპზე ვეღარ ვიღებთ ველი შეკვეთას ან თუ მაშინ ადამიანმა ის კულტურას უნდა ჩამოყალიბდეს ახლა მე კარგად მინდა და სწორად გავუდგებს ვენმა რომ ან რაღაცა ბერი უნდა გადაიხადოს ნაცეთი დაჯავშვის თანხის რომ მე ვიცოდე განადგურებულად რომ ის 3-4 ქვევრი მისთვის არის გაჭირებული ან იგივე სისტემა ეს პრაქტიკა მეგობრებო ყველა ბიზნესში ყველგან უკვე მიღებულია დღეს და ჩვენს გვინდა რომ ეს რაღაც კულტურა დავამერბოთ რაღაცნაირად უკვე გაზაფხულიდან მესაუბროთ ჩვენ მომხარებელს და მივიღოთ მე მგონი ახლა უკვე დაგეგმილი უნდა იყოს ხო ჩვენ ერთ თემაზე დავიწყოთ ჩვენ ვისაუბროთ ბიზნესზე აი ზუსტად ბიზნესი გამორჩევა ორი ძირითადი თემა ბიზნესი სხვა დანარჩენთან ერთად ხო ბიზნესი არის პირველ რიგში სწორად დაგეგმვა და ამ საქმის მეტნაკლებად შესწავლა ამ პროფესიონალებთან ურთიერთობა და მეორე არის პასუხისმგებლობა აი ზუსტად მთელი უბედურება ალბათ ჩვენ ქვეყანაში ისეც არის აი მე ვენახებზე რომ ვისაუბრებ ჩვენ რატო არის პრობლემა ვიღაცა ვენახს აშენებს მოყავს ყურზე და მე ვიღაცას ეჩხუბება გინდა მთავრობას გზას კეტავს რომ იცი რა გამაყინე გინდა თუ არა ხო და როცა აშენებდი ზუსტად ეგ არის რომ ბიზნესის
ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია პასუხისმგებლობის აღება და ზუსტად მაგას ვიზახით ჩვენ რომ ამის სწავლაც უნდა მოხდეს. ესე იგი, შეიძლება გინდა ბიზნესში შეხვიდე და გრძელვადიანად ბიზნესში მუშაობ. აი ეს პასუხისმგებლობის აღება თავის თავზე, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ნებისმიერ ბიზნესში, რომელიც ხვალაც გამოადგებათ. ის რომ დღეს გეტყვის რომ ესია და მე გეტყვის რომ იცი რა არ გამომივიდა, იმიტომ რომ რაღაცა ბიზნესშვილის ქორწილია, რაღაცა და ახლა იქ უნდა გავფრინდე. ესეც არის ერთ-ერთი თემა, რომელიც მე მაგალითად მგონია რომ თქვენაირი საბაზისო მონაცემები აი საქართველოში არ ვიცი სადმე თუ არის აი ამ კუთხით. მე ახლა უბრალოდ ცოტა ისა მაქვს რა ქვია მე მაგალითად აი იმიტომ არა რომ ჩემი მეგობრები ხართ და რაღაცა ისია ერთი წუთითაც არ მიფიქრებდი და ჩვენ ბიზნესს ყველა ვარიანტი აკეთებოდი მე უბრალოდ საშუალება მაქვს ახლა თამაზი იცი რომ კორპორაციის მენეჯერში დიდი ხანი მუშაობდი და ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე მაძლევს ხა თამაზი ძალიან ბევრი ქვევრები აქვს და მათ შორის ქვევრები ჩემ დროსაც როდესაც მაგ კომპანიაში მუშაობდი ძვეულების და ახლები გავაახლეთ რა ვიცი 200-მდე ქვევრია და მაგის ძირითად ნაწილს იყენებს მაგრამ დიდი ნაწილი რჩება ამიტომ ეგ სიამოვნება მაქვს რომ თამაზის არ შემოყავს არავინ და აი ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე მაძლევს იმის საშუალებას რომ მე ის ნაწილი გამოვიყენო ქვევრების და აი ვთქვათ ტექნიკური ამდენი кейსი შინაურდა ის სერვისის თან არ არის ხო არა თამაზი მაქსიმუმ საერთოდ მაგას პირიქით და თან ის სიამოვნება გვაქვს რომ ეს ანუ კახეთშია და ანუ ძირითადი ჩვენი ძირითადი მეღვინეობა მაინც ტექნოლოგიური ხაზი ვანოს მიყავს და ამიტომ ეგეც მნიშვნელოვანია რა თორე ხო ვიძახი ხო გეუბნები არა მანდ აი მე ვერც ვფიქრობ შეიძლება იყოს ალტერნატივა რა ეხლა ადამიანი რომელიც ამ ბიზნესში ჯერ არ არის თავისი მარანი არ აქვს რომ ციქირავს მარანი სადაც ხო ჩათვალე რომ 24 საათი ჭირდება იქ ყოფნა და ტექნიკურად მარტო ეგ არის ხოლო არის შენარჩუნება ყველაზე ძვირი დღეს სოფლიოში არის ცოდნა. ინფორმაცია, ხო იცი როგორ ვითარდებოდა, რომ მე-19 საუკუნემდე ყველაზე მდიდარი იყო, ვისაც მიწები ჰქონდა. მე-19 საუკუნეში კაპიტალიზმი რო დაიწყო, ვისაც წარმოების საშუალებები ჰქონდა, ის იყო ყველაზე მდიდარი და დღეს ინფორმაცია, ვისაც აგაიყო, უბრალოდ აიღე პირველი 10-ეული ან 5-ეული სოფლიოში უმდიდრესი ადამიანი. ხო, ფიზიკური არაფერი არ არის, სულ ინფორმაციული თემებია რა, სულ რაღაცეებია, რომელიც სულ სხვაგან მიდის, სოფლიო სულ სხვანაირად ვითარდება, ამიტომ რაც იყო გუშინ ის აღარ არის. ხო და ის რომ შენუფლება გაქვს და საშუალება გაქვს რომ ეურთიერთობო პროფესიონალებს, რომელიც შენ ფაქტიურად გზდიან იმისთვის რომ ხვალ იგივე იმათაც კონკურენციაში, ნუ კაი გაგებით, მაგრამ კონკურენციაში ახლა მაგას ხო ვერ გამორიცხავთ რომ შეხვიდე. ამის საშუალებას ვინ მოგცემს? ზოგავ დროს ავიდან ინვესტიციას თანხებს ზოგავ ამის საშუალება გეძლო პირველ ეტაპზე ყველაზე მძიმე ხო და ჩათვალე რომ ეს არის როგორც სწავლების თემა, ისე ღვინის წარმოების თემა. ხო და მე მგონი რომ ეს ძალიან საინტერესო თემა იქნება. მე მაინც იქა ვარ რომ ჩვენ დავიწყებთ ამ თემას, უბრალოდ აი ზუსტად ის არის რა ჩემ ბავშვობაში მაგალითად წარმოუდგენელი იყო რომ მაგალითად კი რესტორანში მიდიოდნენ ალბათ საბჭოთა კავშირის მერე ვიძახე უკვე რომ რესტორანში მიდიოდნენ თუ რაღაცა ძალიან ისეთი ის იყო მაგრამ აი საუზმეზე და სადილზე რომ რესტორანში ემო ადამიანს სახში რო არ ეჭება წარმოუდგენელი იყო თბილისში დღეს უკვე ეს ჩვეულებრივი თემაა ხო ის რაც 20 წლის წინ ცოტა სხვანაირად ჩანდა ან თითქმის არ იყო ან შეიძლება ორი კაცი აკეთებდა თბილისში ხო დღეს ახლა 60%-ია იქით ან 50% რაც ევროპაში იყო და ესეც უბრალოდ ეს არის აი დროის თემა რა ეხლა ხოლო დროის თემა მნიშვნელოვანია იგივე ის ინვესტიციას ყოლოდა მაგრამ მე იგივე რაც თავში ვთქვით რომ ის საწარმოსაც რო შეიქმნი ასე თუ ისე ამერიკაში იმას შენარჩუნება უნდა შენახო უნდა სულ ინვესტიცია გჭირდება ხო და ამის საშუალება ესე იგი ჩვენ მაგალითად ერთ-ერთი დამკვეთი ყავს პირობით და თუალი ჯგუფი რომელსაც ვენახი გააშენეს თბილისის ზღვაზე იგი კომპანია შენელები ხო რა ვერტუბაში არ ვიცი ხო მარმის აშენება გაუჭირდა და ნუ ნახეს ეს პლატფორმა დღემდე აი მესამე წელი ესეთი ბედნიერები არიან რომ წყნარად არიან ვენახსული ან ტექნიკა აქვს თავისი და კიდე ეხლა ის სტაფის შენარჩუნება აყვანა და მანუშერობა რო არ დაჭირდა და გამორიცხეს ეს არიან ბედნიერები სიტყვაზე ვუღებ მე ამითი
რაღაცა იმას ძალიან თავს ვიწონებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, რომ ჩვენ სწორი ნიშა, ეს ახალი ინოვაცია თუ ნიუანსი მაინც საქართველოს მეღვინეობაში რაც იყო, მინდა რომ სწორად განვითარდეს და სწორად დავიჭიროთ ეს ნიშა ჩვენს, რა და სწორი მესიჯები მივიტანოთ, ანუ იგივე პოტენციური დამკვეთარაც რა. გეთახმები აბსოლუტურად მე ერთი რამის თქმა მინდა კიდე რომ უბრალოდ უნდა დავფიქრდეს მომხმარებელიც იმაზე, არ ვიცი, აი ყოველ შემთხვევაში ალბათ თქვენთანაც არ არსებობს თუ არ გავა, რომ ვინმე არ დამირეკოს, რომ მარანს ყიდის. რატო ხდება ეს ყველაფერი? ან ვენახს, ვენახი კიდე ცალკე თემა, ვენახზე არ მირეკავენ მე. მაგრამ აი მარანს ვინმე ხო არ ეკავს, მარანს ვიდი და მარანი აქვს აწყობილი აქვს, ტექნიკა აქვს, ბევრები აქვს, სისტემები. ბიზნესი დაიწყო, ბიზნესი არ დათვალა, იმაზე არ იფიქრა, ზუსტად ჩადო თანხა, რაღაცა თანხა საიდანაც ხონდა სხვა ბიზნესიდან, ან სხვა დაგროვილი თანხა ხონდა. ეგონა რომ ვიცი რა, აი გოგა რო აკეთებს ფულს, ნიკა რო აკეთებს ფულს, ეც გავაკეთებ ალბათ რა, ის ხო არა და იწყებს ბიზნეს და მე ეს ბიზნესი ვეღარ მიდის, ან მე თანხები აღარ ყოფნის, ან რაღაცის გამო, რა ვიცი რომ მე არ ვიძახი რომ სულად იწყებს, მაგრამ რაღაცის გამო ეს ბიზნესი იმ შედეგს ვერ აძლევს, რასაც ელოდებოდა. ბოლოდიც ვერ ამართებს და მე ყიდის ბიზნესი. აი თქვენ ზუსტად მაგისთვის არ დაცული. შეიძლება ვიღაცას გონია რომ ცოტა მეც იხდის, მაგრამ ჯობია ცოტა მეტი გადაიხადო, ვიდრე ჩადო მთელი ქონება და მე იმის მეოთხე ფაში ვერ გაყიდო, ან მეოთხე ფაში გაყიდო. ხო, შენ მოგზდოდეს რისკებს იცილებ, მაგას ეგ კიდე ცალკე ძალიან დიდი თემაა, რომ შენ რისკები არ აქვს ფაქტიურად, კი, ერთადერთი რისკი გაქვს ახლა ამ შემთხვევაში, რომ კი ღვინო გაქვს, მაგრამ შეიძლება გაყიდვაში რაღაცა მიხმარება დაგჭირდეს, ან რაღაცა დრო გავიდეს, მაგრამ ის რისკი რომ შენ ინვესტიცია მოახდინე უძრავ ქონებაში, ტექნიკაში, სტაფში, რაღაცებში და მე ეძახი რომ აღარ მინდა. თან ეს როგორ არის, ეს ცოცხალი ორგანიზმი ვით არის, მით უმეტეს ვენახი თუ გააშენე, ხო? ეს არ არის რაღაცა დადე და ისიდება თუ ალმატურა ხო არ არის, რომ დღეს თუ არა, 5 წლის მერე გავყიდე, გაძვირდება, ნოკრო ხო არ არის. იმას ძაღლივით არის, სულ ჭამა უნდა, სულ მოვლა უნდა. ამას ვერ ეტყვი, რომ იცი რა, მოდი ახლა ცოტა ხანი გაჩერდი, ფული არა მაქვს. ხო. და მე როცა მეკრება, მე მოვცე. იმას ფული რო არა გაქვს, შენ არ უნდა ჭამო და იმას ვენახს ვერ მოაკლებ. ანუ ის დამარცხებს ამას, მაგასაც ეს აი ძალიან დიდი რისკის დაზღვევაა, ძალიან დიდი რისკის დაზღვევაა. დამწყებისთვის მე მაგალითად ახლა თუ ვინმე რა ვიცი ახლა სავარაუდოდ ბევრი ადამიანისთვის არაფერსაც არ ნიშნავს, მაგრამ თუ ვინმესთვის რამეს ნიშნავს ეგ. ხო, მე მაგალითად ვიტყოდი, რომ მაგალითად 2-3 წელი ყველა ვარიანტში სანამ ამ სფეროში გაერკვევა, სანამ იმას დაიწყებს და დრო არ უნდა დაკარგოს, ამ სერვისი სანაცვლოდ ეს სერვისი არის იდეალური და მე თუ ფული აქვს, მე თქმა გაუმარჯოს, მე შეუძლია დაიწყოს დიდი ააშენოს თუ უნდა კი, მე რა არის ნახულობა ყველაფერს რა, ეს ესე რო არის, მოდი ესე რო იყოს, უფრო კარგი იქნება, ან ეს კარგია და ესე ვარგე, რა თქმა უნდა. დანადგარი არა სხვა. ეს გაძლევს იმ საშუალებას, ეს პლატფორმა გაძლევს იმ საშუალებას, ჩემი აზრით, რომ აი ძალიან მინიმალური რისკებით კი, მაგრამ დღეს ესეთი ცხოვრებაა და სულ ესეთი ცხოვრება იყო უბრალოდ კომუნისტებმა მიგოჩიეს უკუღმად, რომ ყველაფერი ღირს ფული. ხო, მეგობრობის და სულიერების და რაღაცის გარდა. მაგრამ ბიზნესი არის ბიზნესი. ბიზნესი, ეხლა თუ ფულის გადახდა არ გინდა, აბა ფული ისე ვინ მოგცემს, ხო? ხო, ჩვენ ერთი პირობა რაც გვაქვს და ჩვენი მხრიდან ის არის, რომ საბაზრო ფასები ვიცით, ამ დარგში მუშაობთ, წარმოდგენა გვაქვს, გვინოები რა ჟდება თვითღირებულება და რაღაცა ესეთი ლოგიკური ფასიც გამოყავს ამ სერვისის სანაცვლოდ. და ეხლა უფასოდ და განუხედები რა თქმა უნდა ვერ ვიქნებით ჩვენ, მაგრამ ვერც არც ის ადამიანები ვიქნებით, თუ აკინა ყველა წასული ადამიანი, აი სიტყვით, ხო? აი ის ვერ ითქვის ადამიანი, რომ აქ ისეთი ხარჯები იყო და ისეთი თანხები და ისეთი არაადეკვატური იყო მიმართებაში ღვინისა და ხარისხთან გამოსავლიანობასთან, მაგას ნამდვილად ვერ ვთქვი ვერავის და ამიტომაც არის რომ მესამე წელია ადამიანები მოდიან, ზოგი წინა გვიბრუნდება, ზოგი შესაბამისად ახალი მოდის, არის ზოგი ახალბედა რომელმაც დააყენა პირობითად 15-20,000 ზლოტი, არის აუცილებელი არ არის და მეორე წელს ვერ მოგიბრუნდება იმაჩები, გაყიდვები, აციოს, ცნობადობა გაზარდოს,
თუ აქ იმის რესურსი რომ კი დააძველოს ის უნდა და კიდე დააყენოს კი ბატონო, მაგრამ არის შემთხვევა რომ პირველი წელს მე მესამე წელს დაგიბრუნდეს იმანის გაყიდა ის რაოდენობა ნახალ არასაკმარისი და კიდე ერთხელ თავის თავში გადაახალისა ის სიტუაცია და ნახალ არა მე ჯერ კიდე არ ვარ მზად 1.9 მილიონი ეხლა ინვესტიცია ჩავდო და ჩემი მარანი დავიწყო არ ვარ ჩემსა. იმიტომ რომ დღეს უბრუნება ღვინის შექმნა ეხლა შეიძლება 15-20 წლის ადრე კიდე პატარა მარნები ქვეყში დაყენება ცოტა ტურისტი ჩამოვიდო და 2000 ლარი რაღაცა სიტყვა შეიძლება თვეში დარჩენილი იყო ოჯახს და ის გამოგვევავდა და დაუთმობდა ხა ისე იდეას უბრუნდები შეიძლება მეუღლეც იყო ჩართული შვილებიც იგივე იაგოს შემთხვევა გიტარიშვილის მაგრამ დღეს ეს საშუალება აღარ არის ისე გაძლიერდა ყველაფერი და იმაც გადასახადების კომუნალურების ამ ყველაფრის შენახვა ხა ჩვენი პლატფორმა ეს მაგალითს პატარა თანხები არ ჯდება მით უმეტეს ყველა სისტემა სამაცილოზე დაერთებულია ტემპერატურა რეჟიმის კონტროლი ესეც სასაწყობი მეურნეობის მეურნეობა და მე ყველა ეტაპზე უნდა სწორად გქონდეს დაცული ეს და ასე რომ ყოველ შემთხვევაში ძალიან კაი მადლობა ნუზა შენი შეფასებებისთვის, რჩევებისთვის და სამომავლოდ რაც მინდა რომ დავგეგმოთ ჩვენ წინაკვირას საუბარი ქონდა გიო იყო ფოცხოვრაშვილი ვისაუბრეთ რომ ეს დარგი საერთოდ ნაკლებად იკრიბება განვიცდიო მე ამ ამბავსო და მე მგონი სწორი აქცენტები იყო დასმული და მე მინდა ასევე შემთხვევო შენი გამოცდილებით, იდეებით ჩვენ ახლა არაერთხელ დაგჭირვებია დარგისთვის შევკრებილ ვართ და გინდა სახელმწიფოსთან ურთიერთობა იყო თუ გინდა შიდა პროფესიონალური ურთიერთობა და ეს პლატფორმა ამისთვისაც მინდა გამოვიყენოთ რომ შევიკრიბოთ, ვიმსჯელოთ რაღაც კატეგორიებზე ვისაუბროთ ღვინის ქვეშ ცალკე სად რა გვიჭრის ან რეგიონში სად ვისი გაკეთება შეიძლება დამატებით და იმედია რომ ამ ამბავზე არ დაგზარდები და ჩაერთვები პირიქით და ყოველ შემთხვევაში ჩვენ დარგს და ქვეყანას გავუზიარებთ ჩვენ გამოცდილებას ხო? დიდი სიამოვნებით მე ისედაც სიამოვნებით მოვა თუ არავის არაფერში გამოვადგე მაგრამ თუ ვინმეს რამეში გამოვადგები მით უმეტეს ხო? არა მნიშვნელოვანია იმიტომ რომ დარგის განვითარება დარგი არ არის სტატიკური თემა არ არსებობს რა დედამიწა წინ მიდის ყველა წინ მიდის მით უმეტეს გამოწვევები სახეზია ღვინოს სულ უფრო ნაკლები და ნაკლები მოსახლეობა სვავს თელ მსოფლიოში საკმაოდ ჭარბწარმოება არის ჭარბწარმოება ბევრი პრობლემებია ძალიან ჩვენ ტრადიციულ ბაზრებზე ჩვენ ისტორიულად ტრადიციული ბაზრები ვართ, მაგრამ ბევრი არის ისეთი ტრადიციული ბაზრები, რომლებიც ამ ღვინის წარმოებაშია საუკუნეები ჩართული და ვინც შექმნა ამ ღვინის კულტურის რაღაცა კულტი მსოფლიოში ხო და მან საკმაოდ კარგი დაფიქრება გვინდა რომ მან შეცდომები რაც შეიძლება ნაკლები უნდა დაუშვათ და ნაკლები რისკი ავიღოთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ რამდენად მნიშვნელოვანია ეს მარტო საქართველოს შეიძლება ბიუჯეტისთვის იმდენად მნიშვნელოვანი არა, რამდენადაც თვითონ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ამ დარგში ჩართული. თუ არ ვცდები რაღაცა 58%-ია თუ რაღაცა სოფლის მეურნეობაში საერთოდ მეტნაკლებად ჩართული მის გადამუშავებაში და რეალიზაციაში. და მევენახეობა აქედან ძირითადი ნაწილია მევენახეობა მეღვინეობა, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მას კომპანიების 1500-ზე მეტი კომპანია 600-700 მარანზე მეტია საქართველოში. ეს საკმაოდ ისეთი სტატისტიკა. კიდე მგონი რომ სწორი გზა არის. საერთოდ საუბარი ყოველთვის სწორია იმაზე რომ პრობლემაზეც, განვითარებაზეც, მომავალზეც წარსულზეც იმის გათვალისწინებაც, იმიტომ რომ ჩვენ საერთოდ ყველაფერი ვიცით, მაგრამ მე გამოდის რომ გავვალთ მე აღარ თურმე არ ყოფილა რა და ამიტომ ჩვენი აზრები და ჩვენი ნაფიქრები თუ ერთმანეთში გაიფილტრება და გამოიწვდება თქვათ სად რაღაცა შეიძლება სხვანაირად ფიქრობდე მე სხვანაირად რომ დავინახავ რომ იცი რა უბრალოდ რომ ფიქრობს იქნება ისე ჯობია იმიტომ რომ რაღაცა მაგათი არ მიფიქრია მგონი რომ საერთოდ დარგს უნდა მარტო მეღვინეობას არა ყველა დარგს უნდა ჯელობა და ფიქრი მგონი მაგაზე
მნიშვნელოვანია. სულ არაფერი არ გაკეთდეს, არაფერი არ გაფხსდება მაგით ყოველ შემთხვევაში. წარმატებები. შემოვიდა შენ ახალ წამოწმებას, ჩვენს პროექტთან ერთად ყველა. წარმატებებს ასევე დიდი მადლობა. წარმატებული 2026 თველი ყოფილიყოს ასევე. დიდი მადლობა თქვენ და მიხარია რომ ეს ახალი რაღაცა თემა, ახალი პლატფორმა დაიწყეთ და კარგად გამოდით და პროფესიონალები რო არიან ამ თემაში ჩართულები, კარგი.